მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ერთმანეთს შევადარებთ საუკეთესო აღმოსავლურ და საუკეთესო დასავლურ ხელოვნურ ინტელექტებს. ანუ რას გულისხმობ? დასავლური ხელოვნური ინტელექტიდან გვექნება ჩვენ პლატფორმები ChatGPT, Grok, Gemini, Claude, რომელიც შეიძლება თქვენთვის ახალი იყოს. ეს 4 პლატფორმა და აღმოსავლეთიდან ჩვენ გვექნება Manus-ი, ჩვენ გვექნება GenSpark, Skywork, Qwen, Kimi, DeepSeek, რა თქმა უნდა და Minimax. მოდი სათითაოდ მიმოვიხილოთ ახლა ყველა ეს პლატფორმა. რა როგორ არის, რა თქმა უნდა, ChatGPT-ის, Gemini-ის და Grok-ს და ასე შემდეგ ამას არ შევეხები, ეს დარწმუნებული ვარ, ისედაც გეცოდინებათ. მაგრამ მოდი მიმოვიხილოთ თითოეული პლატფორმა, რას გვთავაზობს, როგორ გვთავაზობს და ასე შემდეგ. მოკლედ, დავიწყოთ Manus-ით. ეს ჩინური პლატფორმა გახლავთ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ვიდეო და ფოტო გენერაციებში მარტო დასავლური ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები არ არის წამყვანი. ჩინელები უფრო ძალიან მაგარ შედეგებს აკეთებენ და ჩინური გენერაციის პლატფორმები უფრო კარგ შედეგებს დებენ. მაგრამ სანამ გადავალთ უშუალოდ ამ თემატიკაზე, დღეს მინდა მიმოვიხილოთ წამყვანი პლატფორმები და დავიწყოთ მოდი Manus-ით. Manus-ი ჩვეულებრივ რო შეხედავთ ინტერფეისი ისეთივეა, როგორც სხვა ნებისმიერი ხელოვნური ინტელექტის. აქ ლოგოა და საიდბარების გახსნაც არის. აქ არის, რა თქმა უნდა, ჩამოთვლილი მოდელები, თუ რა რომელია. ყველაზე მაგარი არის 1.6 Max Pro, რომელიც რა თქმა უნდა, ფასიან გამოწერაშია. რა თქმა უნდა, უფასო ვერსიებს გამოვიყენებ. აქ გვაქვს 300 კრედიტი, რომელსაც გვაძლევს ყოველდღიურად. როგორც ჩანს, თითოეული გენერაცია კრედიტებზეა დაფუძნებული და მარტივად შეგიძლიათ Google-ის თქვენი აკაუნთით გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ თქვენი აკაუნთი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რამოდენიმე პლატფორმას აქვს, ყველას არ აქვს, მაგრამ რასაც აქვს გეტყვით. თითქმის ყველა საჭირო Google-ის სერვისთან არის ადაპტირებული. ანუ ფაქტობრივად ჩასმა და ინტეგრაცია მარტივად კეთდება. აქ გვაქვს upgrade-ი, საკმაოდ ძვირი ღირს, მინდა გითხრათ, ახლა აი ეს ყველაზე დაბალფასიანი პაკეტი ღირს $10, არის ერთწლიანი გამოწერა, არის ერთთვიანი გამოწერაც, არის ყველაზე ძვირი $200-იანი. აქვე არის ბიზნესისთვის ცალკე განკუთვნილი და უსაფრთხოების კომპანიებისთვის არის კიდე ცალკე. სერვისები საკმაოდ კარგი აქვს, ბევრად უფრო მრავალფეროვანი არჩევანია, ვიდრე ცნობილ დასავლურ პლატფორმებზე. აქ გვაქვს Newtask Custom Skill, არის searching-ი, ბიბლიოთეკა, არის მობილური აპლიკაცია, დესკტოპის აპლიკაცია, ეს ძალიან კარგია, სხვათა შორის მინდა გითხრათ, Microsoft Store-ში ყოფილა. სეტინგებია აქ, სადაც შეგვიძლია ენა ავირჩიოთ, ენების მხარდაჭერა ნორმალური. აქ შეგვიძლია თემები შევცვალოთ, light-ი, dark-ი და ასე შემდეგ. აქ არის თქვენი გეგმები, აქ არის schedule task-ი, აქ შეგვიძლია სათაური, აქ შეგვიძლია prompt-ი, დრო მივთითოთ და გავასაიოთ და ავტომატურად გააკეთებს. ეს ძალიან კარგი ოფცია, მინდა გითხრათ მეგობრებო, რაღა დაგიმალოთ, ესეთი რაღაც არც ერთ სხვა პლატფორმაზე არ მინახავს. თქვენ შეგიძლიათ თქვათ რაღაც კონკრეტულ დავალება გინდათ, მაგალითად სურათის გენერაცია. თქვათ ნებისმიერ თემაზე კოდის დაწერა, ნებისმიერი რაღაცა, სათაურს დააწერთ, prompts გავუწერთ ან დავალებას, კონკრეტულ თარიღს და საათს მივთითებთ. აქ აირჩიოთ კალენდარზე რიცხვს, მისცემთ saves. და იმ საათზე ეს თვითონ ავტომატურად დაიწყებს ამის გაკეთებას. ბრავო. ძალიან მომეწონეთ. აქ არის mail Manus-ი, ანუ თავისი მეილია, ანუ ავტომატურად გიკეთდებათ email სისტემა. შეგიძლიათ ეს მეილი გამოიყენოთ ჩვეულებრივად, რომელსაც თვითონ გაგიკონტროლებთ. Data control-ი გასაგებია, cloud browser-ი, ამას რო ჩართავთ, browser-ის კონტროლის მექანიზმია. პერსონალიზაცია ეს არის, თქვენ შესახებ ინფორმაცია შეიტანოთ. ვიდეო გენერაცია შეგიძლიათ რო ჩართოთ. სტოკ ანალიზი, საინტერესო ფუნქციები აქვს. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სკილები, ან GitHub-დან შემოიტანოთ, ან ოფიციალურად დაამატოთ Manus-ში, ან უბრალოდ Manus-ს ასწავლოთ. უნარების სწავლა შესაძლებელი, გაუწეროთ და თვითონ ისწავლის. ეს არის კონექტორები და ინტეგრაცია. ინტეგრაციის თემას რაც შეეხება Telegram-ში შეგვიძლია ინტეგრირება გავაკეთოთ, გარდა Google სერვისებისა, თავისი IPA აქვს, ეს უკვე ალბათ ვიდეო გენერაციისთვის საინტერესო იქნება. ვიდეო გენერაციაში რა შედეგებს მოგცემს. ძალიან მომწონს რაღა დაგიმალოთ, ანუ ფუნქციურად მარტივი გამოსაყენებელია. აქ არის Connect API, ანუ ამთან დაკავშირება, აი ნახეთ, ამას რომ დააწვევით, თქვენ შეგიძლიათ თქვენ ეს Manus-ი ჩასვათ GitHub-ში, Gmail-ში, ბრაუზერში, 4 ბრაუზერი, ეს არის Edge, Chrome, Brave და იმას ის ვერ ვიცანი, რაღაცა ყობა ჩინური ბრაუზერი არის. Meta-ში შეგიძლიათ რომ მიამაგროთ, დააკავშიროთ. Instagram-ში, ასევე Creator Marketplace-იც.
ხო, Outlook-ში, Google კალენდარში და Outlook კალენდარში. ასევე თქვენ შეგიძლიათ დაამატოთ აი აქ რომ მისცემთ, ნახეთ, რამდენ რამეში შეგვიძლია ინტეგრაცია გავუკეთოთ. PayPal-შიც არის, Anua-შიც არის, Webflow-ში, Minimax-ში. მანუსმა დამაფიქრა ქართული თუ იცის, მე ამას შევამოწმებ. აქ პრინციპში სანახავი მეტი არაფერი არ არის. სლაიდების გაკეთება შეუძლია, ვებსაიტების აწყობა აქვედან მარტივად შეიძლება, განვითარება დესკტოპის აპლიკაციის, დიზაინის გაკეთება შესაძლებელია. აირჩევთ, როგორც ვთქვათ, Gemini-ში ხდება, ხო, Banana-ს ვთითებ თუ Veo-ს, იგივე არის აქაც და ესე chat mode-ები, აქ რა გვაქვს, აპის განვითარება ვნახეთ. Wide research-ი, ვიზუალიზაციების კეთება, ვიდეო გენერაცია, აუდიო გენერაცია, chat mode და playbook-ი. ეგეთი ფუნქციები არც ChatGPT-ს არ აქვს, არც Grok-ს არ აქვს, არც Gemini-ს არ აქვს, Claude-ს რაღაცეები აქვს. და Claude-ს მე ცალკე გავივლით. Minimax საერთოდ არ აქვს. ერთადერთი რა მინუსიც შეიძლება ეს კრედიტების სისტემა და ნახოთ აი ერთი მის მიწერა რა კრედიტებს როგორ წაიღებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოდი გადავიდეთ უკვე მეორეზე, ეს არის GenSpark AI. GenSpark AI-ც არის ჩინური პლატფორმა. აქ გვაქვს ლოგო, რა თქმა უნდა. აქ გვაქვს, სტანდარტულად აქედან დამატება შეგვიძლია ფაილების და ასე შემდეგ და ასევე დრაივიდან შეგვიძლია მიბმა AI-დან. აქ არის tools-ი, სხვა ფუნქციები, ხო, ამასაც საკმაოდ სერიოზული დამატებები აქვს. Notion-ი, Microsoft 365-შიც კი ინტეგრირდება, Outlook-ი, Teams-ში ინტეგრირდება, Microsoft Drive-ში ინტეგრირდება, Reddit-შიც შეგიძლიათ, GenSpark-ი აქ კიდევ უფრო მეტს გვთავაზობს. აქვე შეგიძლიათ რომ speaking-ი დამყაროთ კომუნიკაცია არის. იგივე AI Doc-ი, AI sheet-ები, Excel-ის და Word-ის ფაილების თემაში ეს თავისი აქვს, AI bots-ი, AI ვიდეოების გაკეთება, AI აუდიო, AI მუსიკა, Deep Research-ი, Fact Check-ი. Fact Check-ი ძალიან სერიოზული ამბავია. ნახოთ რამდენად კარგად იმუშავებს. Call Form-ი, Download Form-ი, Inboxing-ი, Translation-ი. Inbox-ი თქვენი შემოსულესა AI Drive-ი, თქვენი საკუთარი Drive-ი გაქვთ. აქ არის All Agent-ი, GenSpark-ის Super Agent-ი, AI Slider-ი, AI Sheet-ი, სრულად ჩამოთვლილი არის თავისი თემები. აქ გვაქვს ჩვენ setting-ები, გვაქვს Business Edition-ი ცალკე არის, Sign Out-იც აქვე არის, setting-ებში გადავიდეთ რა გვინდა. აქ language-ებში ვნახოთ. ისე ბევრია. Data control-ი გასაგებია. ეს არის Meeting Note-ები, PIK, აქ რო შექმნით PIK-ის ეს ვიდეო გენერაციისთვის გამოდგება. აქ თქვენი შესახებ ინფორმაცია. ეხლა ვნახოთ რა ღირს ფასიანი ვერსიები. $20-დან იწყება. ეს წლიურია, მოდი თვეში $25-დან ძალიან ძვირი 10,000 კრედიტი თვეში. გასაგებია GenSpark-ში რაც ხდება გავიგე. Chat-ში გვაქვს ჩვენ ChatGPT 5 და 4 Pro. გვაქვს Claude Opus 4 და 6 და კიდე სხვა. ჩვენ შეგვიძლია როგორც ჩანს ეს დავაყენოთ ჩვენი გემოვნებით. Image-ში Nano Banana Pro, Flux-ი და კიდე რამოდენიმე იმედია რომ Nano Banana 2 არის. გადავიდეთ შემდეგზე. ეს არის Skywork-ი. პრინციპში რო შევადაროთ ეს ჩინურები სამივე ერთმანეთს გავს. აი ეს უფრო მიახლოებულია ChatGPT-სთან და Claude-თან, უფრო დახვეწილი არის. აი ეს რაღაც აქ ძალიან გამოტანილია და მინიმალისტური არის, დიზაინი ძალიან არ მომწონს და უფრო ძალიან არ მომწონს აი ეს რაღაც რა, აი საშინელება, ძალიან ცუდი ინტერფეისი აქვს ცალსახად. ახალი თემების დაწერა. აქ გვაქვს tools-ი, თავის ბრაუზერიც აქვს Skyworks, ძალიან საინტერესო იქნება. აქ არის mode-ები, Pro mode, Free mode, ეს ფასიანია რა თქმა უნდა, Custom mode შეგვიძლია. ნახეთ როგორ არის ამას რო შეიძლება შეგიძლიათ აირჩიოთ Claude-ის ბოტები, ChatGPT-ის ახალი ვერსიაც, Gemini-ის ახალი ვერსიაც. თავისი აქ არაფერი არ არის როგორც ჩანს Skyworks. აქ არის იმიჯების, დოკუმენტების, სლაიდების გაკეთება. Pro mode არა, Free mode ჩვენ გვექნება და ძალიან მაინტერესებს, რამდენად მაგარი იქნება. აქედან searching-ი, schedule task-ი ამასაც აქვს. ეს ძალიან მომწონს. მოკლედ, არ მომეწონა ეს არც ინტერფეისი, არც არაფერი საშინელი არის, აი ნახეთ რას გავს. ფასს გადავხედოთ, $20, ფასი და ადიზებით. რა თქვა რომ ახთოვანდი მეთქე, დიზაინით ნამდვილად არა. გადავიდეთ Coin-ზე. Coin-ის დიზაინი უფრო მომწონს. აქ გვაქვს ჩინური და ინგლისური ვერსია, აქ ჩვენ გვაქვს ვიდეო გენერაცია, web development-ი, ანუ ყველაფერი თავის სურათების გენერაცია, deep research-ი
სურათების გადაკეთება image edit-ი ძალიან კარგად არის გაკეთებული. ფასიანი არ არის როგორც ჩანს აპლიკაცია, ამასაც აქვს ის ძალიან მომწონს. სტანდარტული როგორც ChatGPT-ს აქვს ესეთი მენიუა ზუსტად. როგორც ჩანს ეს პლატფორმა არის უფასო. ფასიანი არ ჩანს გამოწერა. ანუ როგორც ჩანს უფასოა. ნახოთ, ძალიან საინტერესო იქნება ამ მოდელის და ტესტვაც. Thinking-ი fast. Voice-ი აქაც გვაქვს, აუდიოს ჩაწერა და ესე გაგზავნა და მე მოსმენით პასუხის გაცემა ესეც გვაქვს. ჩატები ყველა განთავსდება, პროექტები შეგვიძლია აქედან გავაკეთებინოთ. შვენიერი. გადავიდეთ კიმიზე. ვებსაიტები, დოკუმენტები, სლაიდები, შიტები, დიფრიზერში, კიმკლაუნი. ხო, აქ უკვე $20-დან $19-დან იწყება. 200-ზე ადის. აი, ინტერფეისი მომწონს. ნახეთ რა ლამაზად არის ეს არასტანდარტულად და მინიმალისტურად გაკეთებული. DeepSeek-ი, ეს ცნობილი პლატფორმა არის, ამის განხილვაც არ დავიწყებ, ძალიან მარტივი. უფასო ესეც მინდა გითხრათ. ძალიან კარგი და იძახიან რომ კარგი აპდეიტი გაუკეთდაო და შეგვიძლია მე ახლა ესეც გავტესტოთ ბუნებრივია. Minimax სისტემას რაც შეეხება. აქ გვაქვს new task-ი, გასაგები ახალი ჩატის გაკეთება. აქ გვაქვს download-ი. შეგვიძლია გადამოწეროთ Windows აპლიკაციით და გამოიყენოთ. ეს არის Discord-ის მხარდაჭერა, Pro Ultra ძვირი ღირს ძალიან და არც ისეთი ძლიერი არ არის. სკილების თემა ამასაც აქვს, შეგიძლიათ დაამატოთ და ასწავლოთ ნებისმიერი სკილი. აქ გვაქვს searching-ი, გალერიები, Maxcloud და Explorer Expert-ი. ეს უფრო პროგრამისტებისთვის და მსგავსი ტიპის მოხმარებლებისთვის არის, რომელსაც უფრო მეტი უნდა მიიღოს AI-სგან. რაც შეეხება Claude, ძალიან საინტერესო და ბოლო დროს ძალიან პოპულარული პლატფორმა და ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა. ეს Claude ძირითადად უფრო აქცენტირებული არის კოდების წერაზე და სხვა მსგავსი პროგრამული ტიპის დამუშავებაზე, მაგრამ ძალიან მაგარ პასუხებს იძლევა. პასუხები ძალიან ლაკონური, ასევე ძალიან კარგი ილუსტრირებული პასუხები აქვს. აქედან არის sidebar-ი, აქ და შეგიძლიათ ესეთი ის გამოიტანოთ, შეგიძლიათ დამალოთ. ხო, აქ არის new chat-ის searching-ი, customization-ად შეგიძლიათ თქვენს გემოზე გადააწყოთ chat-ი, პროექტები, არტეფაქტები, კოდები. აი აქ არის ძალიან ძლიერი Claude და ეხლა ბოლოს აპდეიტი გამოვიდა სასწაული. რაღაცას რომ მისცემთ, არა მხოლოდ ასეთ ილუსტრირებას, არამედ შეუძლია გააკეთოს PDF ფორმატში, ანუ PDF ფაილად აგიწყოს სლაიდური სისტემის სახელმძღვანელო დოკუმენტი და აი ეგ გაგიკეთოთ, რაც არც ერთ სხვა პლატფორმას ეს არ შეუძლია. ძალიან მაგრად აკეთებს ყველაფერს. Gemini, ChatGPT, Grok-ი, ყველამ ვიცით. აქ აღარ დავიწყებ რა, როგორ და რანაირად არის. მადლობა ყურადღებისთვის. შემდეგ ვიდეომდე.